ვნახეთ, რომ ღია ვარჯიში გქონდა მწვრთნელ ჯონ ვუდთან ერთად, თუმცა მასთან შედარებით მსუბუქად ვარჯიშობდი. დიახ, დღეს პარასკევია, ბრძოლამდე ერთი კვირაღაა დარჩენილი და შედარებით მსუბუქად ვარჯიშობ. კემპი კარგად დასრულდა. ახლა წონის კლების დროა. დაახლოებით 20 ფუნტამდე უნდა დავიკლო. რომელ ქართულ კერძს შეადარებდი შენ საბრძოლო სტილს? ხინკალი. ხინკალს შევადარებდი. იმიტომ რომ ყოველთვის ენერგიული ხარ? დიახ, შესაძლებელია. როგორც წესი, ყოველთვის ნელა ვიწყებ და ენერგიულად ვამთავრებ. დიახ, ეგ ნამდვილად შენი სტილია. ამძლეობა შეუდარებელი გაქვს. უკვე წლებია რაც ინტერვიუებს წერ შენთან და არასდროს ჩერდები. როგორ ინარჩუნებ ფორმას ამდენი ხმაურის და ყურადღების მიუხედავად? ეს ჩემთვის პრობლემა არაა. ყოველ დღე უფრო ძლიერი და გამოცდილი ხდები. უფრო უკეთესი. ვისწავლი თუ როგორ გავუმკლავდი ამ ყველაფერს. თქვენ ერთმანეთთან ჩხუბი წლებია რაც გინდათ. შენმა მეგობარმა არჯომის 88 წამში დააფინიშა. გინდა მისის შედეგი გააუმჯობესო და ის უფრო ადრე დააფინიშო? ახლა მინდა რომ მეხუთე რაუნდში 4 წუთსა და 45 წამზე დავაფინიშო. რატომ მაინც და მაინც ეგ დრო? მინდა უბრალოდ გავერთო. ბოლოს ოდესაც ომალი დავაფინიშე, თითქოს რაღაც მენატრებოდა, რაღაც დამაყლდა. უფრო მეტი თეიქდაუნები და რეკორდები მინდა მქონდეს კარიერაში. ასევე დარტყმები. თუ პირველ რაუნდში დავაფინიშებ, რა თქმა უნდა კარგი იქნება. მაგრამ იდეალური იქნება თუ ბრძოლით ვისიამოვნებ. 5 რაუნდის განმავლობაში და ბოლოს დავაფინიშებ. სწორედ ამიტომ მეგიჩნევენ ყველა დროის საუკეთესოდ სუპერ მსუბუქ ზონაში. მაგრამ რას ფიქრობ, რა განსხვავება ამ კორისა და იმ კორის შორის, რომელიც ალჯოს დაუპირისპირდა? მისგან უფრო მეტ ძველი, ახლა უფრო უკეთესია, ვიდრე მაშინ იყო. მას შემდეგ ბევრი ბრძოლა გამართა. თვითონაც აღნიშნა, რომ დიდ დროს უთმობს ვარჯიშს. გრეპლინგშიც საგრძნობლად მოუმატა. ასევე ჯიუ-ჯიტსუშიც. მან ფიგერედოს და TJ დილაშოუს მუხლი მოტეხა. ასევე ბაუტისტა დაასაბმითა. ასე რომ ახლა ბევრად უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე მაშინ იყო. კარგი ბიჭია და მზად ვარ მის საუკეთესო ვერსიას დაუპირისპირდე. წარმოიდგინე, რომ არანაირი წონითი კატეგორიები არ არსებობს. როგორ შეაჩერებდი ხამზად ჩიმაევს? მასთან ჩხუბი არ მინდა, მაგრამ გეტყვი, თუ გინდა რომ მას ეჩხუბო, კარგად უნდა იცოდე ჯიუ-ჯიტსუ. ასევე როგორ გაექცე მას. დისტანცია უნდა შეინარჩუნო და შეძლო წამოდგომა. როდესაც ფეხზე დგახარ, უნდა იმუშაო. ისე არ უნდა მოიქცე, როგორც კევინ რა ერქვა? გამახსენე, კევინ ჰოლანდი? დიახ. ის უბრალოდ შეეხო და მერე პირდაპირ ხამზატისკენ წავიდა. ეს არასწორია. ამ დროს აქეთ-იქით უნდა იმოძრაო და დისტანცია შეინარჩუნო. წამოდგომა შეძლო, როგორც ეს გააკეთა, მისი სახელი შემახსენე ბრაზილიელი ბიჭია, გილბერტ ბანსი. დიახ, მან შეძლო მისგან თავის დაღწევა. ასე რომ ჯიუ-ჯიტსუ უნდა იცოდე და წამოდგომა ფეხზე, როგორც უკვე აღნიშნე, მაგრამ ვფიქრობ, ხამზატი ახლა ბევრად უკეთესია. ასე რომ წარმატებები მას, ვინც მას ეჩხუბება. ეს მისთვის გრძელი ღამე იქნება.
პრენკები ძალიან გიყვარს, რომ შეგეძლოს დანა ვაითის გაპრანკვა ყოველგვარი შედეგების გარეშე, რაც გააკეთებდი მის გასაპრანკად. მისი გაპრანკვა არ მინდა. ის დიდებული ადამიანია, მან კოვიდის დროს სამსახური მოგვწა. როდესაც ყველაფერი გაჩერებული იყო, სამი ბრძოლა ჩავატარე. ასე რომ UFC-ს და მისი მადლობელი ვარ. მან ჩემი ბრძოლა ნახა და ამის შემდეგ კონტრაქტი გამაფორმებინა UFC-სთან. რუფიანს თოთი საყვანას აპირებდნენ და შენ მათ წვეულება გაუფუჭე. დიახ, ახლა რუფიონი უნდა ყოფილიყო UFC-ში. მე კი PFL-ში, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. შეგიძლია ბრმად შეაფასო ამ 5 მებრძოლის სოციალური მედიის უნარები? დიახ. მზად ხარ პირველი სახელისთვის. დავიწყოთ შენი ოპონენტით, კორი სენჰეგენი. მეხუთე, ყოფილი ჩემპიონი შონ ომალი. ის კარგია, მეორე ადგილი იყოს. ალექსანდრ ვოლკანოვსკი. პირველი? დიახ. მასთან საჭმლის მომზადება მოგეწონა? დიახ, ის საუკეთესოა. დიდებულია. კარგი ადამიანი, მებრძოლი და ოჯახის კაცია. მას 3 გოგონა ჰყავს, ხომ? დიახ, გოგონების მამაა. პერერაზე რა სიტყვი? მე-4 ადგილი თავისუფალია? დიახ, 2 ადგილი დაგვრჩა, მე-3 და მე-4. მაშინ მე-2 ადგილი იყოს. არა, მე-2 ადგილი უკვე დაკავებულია. დიახ, მეც ამას ვამბობ. არა, ვერ გამეგე, მხოლოდ მე-3 და მე-4 ადგილიღა დარჩა. მაშინ მე-3, ალექს პერეირა მე-3-ზე იყოს. ბოლო სახელისთვის თუ ხარ მზად? მერაბ დვალიშვილი. დიახ, მე-4 ადგილი კარგია. ჩვენ პირველზე გაგიყვანეთ. ეგ არაფერი, მე-4-ს კარგია, ასე რომ პირველი ვოლკანოვსკი, მეორე შონ ომალი, მე-3 პერეირა, მე-4 მე და მე-5 სენჰეგენი. მომეწონა, კარგია. გონია რომ ეს კარგია? დიახ, შესანიშნავია. შენ მოწინააღმდეგეს ცოტათი უსვებ. დიახ, მე ცოტა უკეთესი ვარ ვიდრე ის. ბოლოს შეგიძლია გულში მატკივრებს გაუგზავნო მესიჯი მანქანა მერაბ დვალიშვილისგან მთელს მსოფლიოში. პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას, ჩემს მეგობრებს მთელს მსოფლიოში. აუცილებლად უყურეთ ამ ბრძოლას სენჰეგენის წინააღმდეგ 4 ოქტომბერს.